ძველი საიდუმლო. ჩემო ძვირფასებო. ღმერთმა ღიმილი არასდროს მოგიშალოთ. არც ერთ თქვენგანს არ გამოაცდევინოს ის ტკივილი. იაწებე რა. როგორც იქნა მოვიდა. დეიდა ესე შეგაშინე? არა შვილო, არაფერია. კარგად ვარ. ახშამზე არ იყავი. მაინტერესებს როგორ ხარ? კარგად ხარ? კი, კარგად ვარ შვილო. საქმე მქონდა და გასული ვიყავი. გმადლობ რომ მომიკითხე. რა სიმპათიურ კაცად დადექი. ღმერთმა ქნას კარგი ბედი შეგხვდეს. გოგო. გოგო, რადგან ადექი ჩაი დამისხი და მომიტანე. დღეს ახალი სერიალი იწყება. დედა შანს ხელიდან არ უშვებ. თუ არ გინდა შენი ცოლი დავასაქმო, შენ თვითონ მომიტანე. როგორ ხარ ძვირფასო? თავი ისე გვტკივა? ჩაი მომეცი, მე მივუტან. შენ წადი და დაისვენე. შვილო. ბებიამ მოგიკითხა. წადი, ტკბილი ძილი უსურვე. კარგი დედა. ეიდა ისე, ამშვიდობისა. ყვავნე. ყოველი წამი როცა მათ უყურებ, თელ ცხოვრება დარგიღირს. 1000 სიცოცხლე რომ გქონდეს, სიამოვნებით გაცვლიდი შვილებთან გატარებულ ყოველ დღეზე. ომასია ჩინარ. სიმართლე გითხრა შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი ჩინარ. დილით მკითხე ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავი რას გააკეთებდიო. მთელი დღე ამაზე ვფიქრობდი. ვაღიარებ, რომ გადაწყვეტილების მიღება რთული იქნებოდა. არც კი მინდა ოდესმე ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდე. მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება მივიღე ჩინარ. შენს ადგილას რომ ვიყო აუცილებლად გავრისკავდი. თანაც ამ რისკზე ჩემი ერთადერთი შვილისთვის წავიდოდი. შენ კი ჩინარ, 3 შვილისთვის უნდა იბრძოლო. მე მჯერა შენი. ამასაც გაუმკლავდები. გთხოვ, ოპერაცია გაიგეთე. ბავშვები უდედოდ არ დატოვა. ყველაზე ლამაზი და ყველაზე რთული ამ ცხოვრებაში დედობაა. როცა დედა ხდები, მას შემდეგ სიტყვა მეს
სიტყვა ჩვენ ანაცვლებს. ამ ქვეყნად მხოლოდ შენი შვილები გადარდებს. მადლობა ღმერთს, რომ დედობა გამომაცდებინა. შვილებისგან მიღებული ძალით შევძელი და ცხოვრების ყველა გამოცდა ჩავაბარე. ყოველთვის როცა ვოცნებობდი, მინდოდა ჩემი შვილები ბედნიერები ყოფილიყვნენ. კვდები უფალო. ნაბიჯ. ნელ-ნელა მოვდივარ შენთან. მაგრამ როგორ ავუჯაღდა შვილებს, რომლებიც მენდობიან, რადგან 20 წლიან ტანჯვას გავუძელი, ოპერაციასაც გავუძლებ. რადგან ჩემი სეჰერი ასე ძალიან თხოვს. გადაწყვეტილება უკვე მივიღე, მაგრამ განაჩენი შენზეა. ამიერიდან ჩემ სიცოცხლეს მხოლოდ შენ განდობ. შენი იმედი მაქვს ღმერთო. ამ დროს ვინ უნდა იყოს? ვინმე სელოდები? დაწეკი, მე გავაღებ. თანახმოვარ შვილო. როგორც შენ გინდა ისე მოვიქცევი. ოპერაციას გავიკეთებ. ძმაო, მოდი ეგ გვერდით დადე და სურათი გადაგვიღე. აი, გამომართვე. კარგი. რა კარგად მოიფიქრე კუდრეთ. ხომ ხედავ, როცა მოინდომებ, გონება გინათდება და ჭკვიანური აზრები მოგდის. მოდი, დავდგეთ. მოდით. მომიახლოვდით? ჩეთინ, შენ იქ დადექი. დეიდა ისეს ხათრით შეიძლება. რა თქვი? არაფერი წინ გაიხედე. როცა მზად იქნებით გადავიღებ. გაიღიმეთ. ვიღებ? დარჩენილი დროით დადგმით შინარ. ეს ის ბოლო წუთებია, როცა ხედავ შვილებს, რომლებსაც არასდროს იმსახურებდი. ჩემთვის იმ დღეს მოკვდი, როცა ჩემი შვილი მოყალე. ხვალ შენც მოკვდები. თქვენთან გატარებული ყოველი წუთი და თქვენი ღიმილიანი სახის ყურება ჩემთვის ღვთის კურთხევაა. შეიძლება ოპერაცია ვერ გადავიტანო, მაგრამ თავარია, რომ დღეს ერთად ვართ. ღმერთია ჩემი სიხარულის მოწმე. თუ
თუ რამე დამემართება, არ მინდა ჩემ გამოცრემლი დაღვაროთ. Vazgeçmedim, hep bekledim, durdum. Sensiz olmaz, kalp dayanmaz, bu acı bir fırtına. Boyun eğmez, sevdiceğim, geçmez bu... ღმერთო დაიფარე ჩემი შვილები. ყოველგვარი ავისგან და ბოროტისგან. და ყოველთვის ასე ერთიანები იყვნენ. მათი გზები არასდროს გაიყაროს. ასე ბედნიერად იყვნენ. გთხოვ უფალო. დაიფარე ისინი. ღმერთია ჩემი სიხარულის მოწმე. იმედი მქონდა რომ წვიმაში არ მოყვებოდი. ძალიან დასველდი დედა. მოდი დაჯიქი. ღმერთო, თავიდან ბოლომდე სველი ხარ დედა. ფიდან, ჯობს გაიქცა და პირსახოცი მოიტანა. რა ხდება დედა? მითხარი გთხოვ. დამშვიდდი. ჩინარი ოპერაციას ვერ გადაიტანს. მის ექიმს ველაპარაკე. გამომართვი დედა, შეიმშრალე. ეს არ არის საკმარისი. ჩემს ოთახში წავალ და ტანსაცმელს გამოვიცვლი. მე წამოვალ დედა, ტანსაცმელი გაიხადა და ცხელი შხაპი მიიღე. გამომართვი. ჩემთას წავიღებ. ესე იგი ეს შენი ბოლო ღამეა, ჩინარ. ძალიან კარგი. რას ვიზამთ? შენი ამ ქვეყნად ცხოვრება ხვალამდე უნდა ავიტანო. ამას გავაკეთებ, ჩინარ. აქამდე სათხართ. დილით გახვედით და საღამომდე თქვენზე არაფერი მსმენია. ახლა ვემითხარით სად იყავით? მთელი დღეა სად დადიხართ? შვილებთან ერთად ვიყავიდაო. ისეთი კარგი იყო. არ მინდოდა ეს დღე დასრულებულიყო. დედა ტანსაცმელი გამოიცვალე, არ გაცივდა. არა უშავს შვილო. ნეტავეს იყოს ჩემი ერთადერთი პრობლემა. სახლიდან მირეკავენ. ალბათ დურუა. ალო, ჩემო პატარა. ჩინარ. რა დაგემართა დაო? მთელი დღე შვილებთან ერთად იყავი. რატომ არ იყიმი? თითქოს შვილები ბოლოჯერ ვნახე დაო. რას ამბობ, ჩინარ? არ გრცხვენია? ხვალ ოპერაციას ვიკეთებ. მადლობა ღმერთს. ესე იგი გადაწყვეტილება შეცვალე. ამას მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შვილებისთვის ვაკეთებ. ვიცი, ჩინე. ვიცი, ჩემო ძვირფასო. ღვთისწყალობით ოპერაცია წარმატებით ჩაივლის. სხვა არაფერზე იფიქრო. ნუტირი, ჩემო ძვირფასო. თავარია ოპერაციის გაკეთებაზე დათანხმდი. ჯერა რომ ღმერთი არ გაგწირავს. მალე გამოჯანმრთელდები. სანერვიულო არაფერი გაქვს. ჩემს თავს ვერ ვცნობდაო. ეს გადაწყვეტილება შვილების გამო მივიღე, მაგრამ
არ ვიცი ეს ოპერაცია კარგად ჩაივლის თუ არა. იმედი არ მაქვს და ალბათ შვილებს ვეღარასდროს ვნახავ. კარგი შვილო, ახლავე წამოვალ. მეც მომენატრე. იცოდე ბებია არ გააბრაზო. გკოცნი. მალე ჩაგიხუტები. მათ არც კი იცოდნენ დაუხადიე. ჩემს შვილებს ჩუმად დავამშვიდობე. ნეტა ვიცოდნენ რომ მათი დედა ვარ. ნეტავ საკმარისით რომ მქონოდა რომ მათ მიმართ დედობრივი სიყვარული გამომეხადა. მაგრამ ასე არ მოხდა. სამწუხაროდ ჩემს შვილებს 20 წლის შემდეგ შევხვდი. და უკვე დავამშვიდობე. ჩინარ. შენი სახელი უნდა გაამართლო. ძლიერი და მტკიცე იყავი და შვილების გვერდით კიდევ ბევრ ლამაზ დღეს გაატარებ. ბევრი დრო გექნება იმ დღეების ასანაზღაურებლად. ცოტაც მოითმინე მეგობარო. დამიჯერე. ყველაფერი კარგად იქნება. დედა ახლა უნდა წავიდე. დურო მელოდება. საღამოს მასთან ერთად მოვალ. კარგი შვილო. საღამომშვიდობისა. არ ადგეშვილო, ნუ შეწუხდები. საღამომშვიდობისა დეიდაიშე. კეთილი იყო შენი დაბრუნება. გელოდებოდი. მელოდებოდი? დეიდაიშე, რაღაც მინდოდა მეთხოვა. რა ხდება შვილო? თხოვე თუ შევძლებ დაგეხმარები. დეიდაიშე, არ ინერვიულო. სერიოზული არაფერია. იმ დღეს ტორტი რომ გამოაცხე, ყველა ამბობდა რომ გემრიელი იყო. შეგიძლია მეც გამომიცხო. ამაღამ არ არის საჭირო. ვიცი რომ დაღლილი ხარ. როცა დრო გექნება, მაშინ გამოაცხე. პრობლემა არ არის. ხვალისთვის რატომ უნდა გადავდოთ შვილო? ვინ იცის რა შეიძლება მოხდეს? რას ამბობ დეიდაიშე? ჩანთას დავდებ და მაშინვე სამზარეულოში შევალ. დეიდაიშე, არ იჩქარო? უმერთო. ბატონი შაჰინი ის არის? შაჰინი და მისი პარტნიორი. ნამდვილად ტენდერზე ლაპარაკობენ. შაჰინიც მონაწილეობს იმ ტენდერში, რომლის მოგებაც გვინდა? მადლობა. წამოდე. თურგუთი ტენდერს არ ჩამოშორდა? არა. იმაზე ჯიუტი აღმოჩნდა ვიდრე გვეგონა. გავაფრთხილი ამას რა შეიძლებოდა მოხოლოდა, მაგრამ ყურადღება არ მომაქცია. ასია თუ ისე გზიდან უნდა ჩამოვიშოროთ. იცი რატომ? იმიტომ რომ მე უფრო ჯიუტი ვარ. ჯერ კიდევ არ გითქვამს ვისთან მომიყვანე. შენს უფრო შეხვდები ბატონო ჩეთინ. მამა ჩემს გულისხმობ. რა? კარგი დამშვიდდი. ბუთხარი რაც მოხდა და ბუნებრივია დაინტერესდა ვინ იყო ის ახალგაზრდა გმირი, რომელმაც მისი ქალიშვილი გადაარჩინა. სჯობდა წინასწარ გეთქვა. რამე რომ მეთქვა არ წამომყვებოდი. ჩეთინ, ნუ გეშინია. მამა ჩემი არ შეგჭამს. წამოდი. მამა იქ არის. მოდი.
მამიკო, შვილო. ეს ახალგაზრდა ჩეთენი უნდა იყოს. ხო მამა. სასიამოვნოა შენი გაცნობა. ჩემთვისაც. რატომ დგახართ? დასხედით. ეს ის ხმაწულია, რომელსაც ჩემი ნისას სიცოცხლე გადაარჩინა. დასბრძანებს ბატონო. მე მხოლოდ ჩემი მოვალეობა შევასრულე. მადლობ ჩეთენ. მეგობრებიც ბევრი მყავს და მტრებიც. მაგრამ ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ნისა ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარს. ვინც მის ბედნიერებას საფრთხეს შეუქმნის, ყველას ცხოვრებას ჯოჯოხეთად მოგცევ. მაგრამ ასევე დიდ პატივს ვცემ მათ, ვინც ნისაზე ზრუნავს. ამ შემთხვევაში შენ ჩემი უახლოესი მეგობარი გახდები. ჩემს ქალიშვილს განდობ. ნისაზე არ იდარდოთ ბატონო. ვერ ვიჯერებ ქუდრეთ. სულ რამდენიმე საათის წინ ამბობდი, იმდენი ვჭამე ვეღარ ვსუნთქავო. ეგ რამდენიმე საათის წინ იყო. სუფრაზე იმდენი ლაპარაკე და ისეს ტორზე, რომ ძალიან მომინდა. რა ვქნა? რომ ცოდნა და ქალშუა ღამეს ტორტს გამოაცხობინებდი, ხმას არ ამოვიღებდი. რატომ ჩხუბობთ ბავშვებო? ყველამ ერთად მივირთვათ. კარგია რომ სეჰერი და დურუც მოდიან. ვეღარ ვითმენ ისე მინდა გავსინჯო. ცხოვრებაში ასეთი გემრიელი ტორტი არ მიჭამია. მადლობ დეიდა აიშე. დიდი მადლობა. ქუდრეთ, რა ხდება შვილო? არაფერი დედა. დეიდა აიშეს ნამცხვრის გამოცხობა უთხოვე. მანაც გამოაცხო. ძირფასო ვინმე რომ გისმენდეს იფიქრებს, ამ სახლში ტორტი პირველად ცხებაო. დედა, დაიჯერებ რომ ასეთი გემრიელი ტორტი არასდროს გამოგიცხვია. ზუღალიც კარგი მზარეულია. დარწმუნებული ვარ უფრო გემრიელსაც გამოაცხობდა. ალბათ ჩემი და მოვიდა. შენი წყალობით ბოლო დროს სულ სტუმრები ყავს. დეიდა აიშე. ჩემი ბატკანი მოვიდა. დეიდა აიშე, კეფიცები ვეღარ ვითმენ. დიდი ნაჭერი მომიჯერე. დურუზე უარესი ხარ ქუდრეთ. დეიდა აიშე, ჯერ არ დაჭრა, სანთლები არ ჩაგვიქრია. რა სანთლები შვილო? დღეს არავის დაბადების დღე არ არის. მინდა რომ სანთლები ჩავაქრო. თქვათ რომ დეიდა აიშეს დაბადების დღეა. არ შეიძლება? მოდი ასე ვქნათ. კარგი, ასე ვქნათ. მაგარია. დეიდა აიშე, მოდი სანთლები ერთად ჩავაქროთ. კარგი, ერთად ჩავაქროთ. ძავალ სანთლებს მოვიტან. მიდი, დეიდა აიშესთან დადექე. რა ლამაზი დღეა. რანათელი მზეა. იმიტომ რომ დღეს დეიდა აიშეს დაბადების დღეა. სურვილი ჩაიფიქრე. ღმერთო გთხოვ. ჩემ შვილებს ნუ დამაშორებ. ჩაიფიქრე? ჩავიფიქრე. კარგი. 1, 2, 3.
ჩემს ტორტს ავიღებ და წავალ. გაჩერდი. გავიდამანებეთ. კუდრეთ ბავშვები ვით იქცევით. ეს ჩემი ტორტია. ვერ დამეწავით. მომეცი. რაც გინდა ის გააკეთე. ეს შენი ბოლო დღეა, ჩინარ. ამიერიდან შენი გარდაცვალების დღე იქნება. კიდევ ერთხელ გმადლობ, რომ გადამარჩინე. ეს ადრეც გითხარი. მადლობის გადახდა საჭირო არაა. მე მხოლოდ ჩემი მოვალეობა შევასრულე. ჩემ ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. არა, ჩეთინ. ყველა ასე არ მოიქცეოდა. ვინ ჩემს ადგილას იყო, ყველა შეეშინდა და გაიქცა. ან მამა ჩემმა გაათავისუფლა. შენ კი სულ სხვა ხარ. ჩემ გამო სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდე და იმ ხალხისგან მიხსენი. მამა ჩემმა პირველად მიანდო სხვას ჩემი თავი. იცი ეს რას ნიშნავს? რთხვენია ასეთ რამეს რომ მეუბნები. როგორც გითხარი, ჩემი მოვალეობა შევასრულე. მეტი არაფერი. უკვე გვიანია. ჩემი წასვლის დროა. გამომშვიდობისა. გამომშვიდობისა. იცოდეთ ძალიან გავბრაზდები. მომეცი. გამარჯობა დედა. ქვემოთ ჩადი და საკუთარი თვალით ნახე რა ჩაიდინე. შენი ძმის მკვლელს ამდენის უფლებას როგორ აძლევ? რა მოხდა? ყველა ტაშს უკრავს მკვლელს, რომელმაც შენს ძმას სიცოცხლე მოუსწრაფა. თითქოს ჩემი შვილიშვილები ამბობენ, რა კარგია, მამა რომ მოკალი, რა კარგია ობლები რომ დაგვტოვეო. მინდა ჩამოხვიდე და შენი თვალით ნახო. რას დაამსგავსე ჩვენი ოჯახი შვილო? იქნება ახლა მაინც შეგრცხვეს. შენ არ იცი დედა. არაფერი იცი. რომ იცოდე ჩინარს კი არა მე შემიძულებდი. მე უნდა დავწვა. ხვალ ადრე ვარ ასადგომი. გაკოცებდაო. გამომშვიდობისა. გამომშვიდობისა, ჩემო ძვირფასო. თქვენი წყალობით მშვენიერი დღე გავატარე. ღმერთმა დაგლოცოთ. შენც იგივეს გისურვებ. ღმერთმა დაგლოცოს დეიდა აიშე. სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან მშვიდობა მიგაქვს. მოდი ეს მოცემულობა დიდხანს შევინარჩუნოთ. შენი წყალობით ჩემი ძმა და კუდრეთი აღარ ჩხუბობენ. რაო, რა თქვი? ჩემზე ჭორაობ? სულ ცუდი რატომ გელანდება? იქნებ კარგს ვამბობ. კარგი, მე წავალ. დეიდა აიშე, დიდი მადლობა რომ თხოვნა შემისრულე. ტორტი ძალიან გემრიელი იყო. ხო დაისვენე და ახშამს მე მოვამზადებ, კარგი? პირობას ვდებ. არ მინდა დაიღალო. დაღლა რა მოსატანია შვილო. თუ მთხოვ სიცოცხლესაც გავწირავ შენთვის. ღმერთი არ გაგიწყრეს დეიდა აიშე. შენი სიცოცხლის გაწირვა საჭირო არ არის. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს. ამინ. მე წავედი. გამომშვიდობისა. გამომშვიდობისა. გამომშვიდობისა, ბიცოლა. გამომშვიდობისა. დედა. გამომშვიდობისა. გამომშვიდობისა, შვილო. დავიდეთ, შვილო. დურუს საწოლში დავაწვინოთ და ჩვენც დავიძინოთ. გამომშვიდობისა.
ალბათ გრძნობ, რომ ეს შენი ბოლო დღეა, ჩინარ. სხვა შემთხვევაში უფლებას არ მოგცემდი ამ სახლში. დიასახლისის როლი გეთამაშა. მალე მოკვდები, რომ მოგიშორო, თორემ ვიცი, რომ ქუდრეთსაც წამართმე. შენ დაწექიშვილო, მეც ახლა მოვალ. რა მოხდა დედა? სად მიდიხარ? დედა ასიეს ბოლოჯერ დაველაპარაკები. არ გინდა დედა. ბებიას რაც არ უნდა უთხრა შენზე აზრს არ შეიცვლის. ოპერაციამდე განწყობას ნუ გაიფუჭებ. გთხოვ ვარ დაელაპარაკო. გაურკვეველია ხვალ რა ბედი მეწევა. ამიტომ მინდა ბოლოჯერ დაველაპარაკო. ვიცი აზრს ვერ შევაცვლევინებ, მაგრამ მინდა ჩემგან გაიგოს, რომ უდანაშაულო ვარ. ჩემს ოთახში შემოსვლას როგორ ბედავ? თავი ვინ გგონია? ახლა გადი. გადი, თორემ ჩემი ხელით მოგკლავ. სანამ ბოლოჯერ არ მომისმენ არ წავალ. აზრი არ აქვს. ჩემი შვილიშვილების მსგავსად ტყუილებით ვერ მომწამლა. თუ საკუთარ თავში ასეთი დარწმუნებული ხარ, ნება მომეცი დაგელაპარაკო. თუნდაც არ დაიჯერო. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin, kurumuş